გამარჯობა, მე გიორგი ვარ დათქვიშვილი და თქვენ ყვევთ Microsoft Excel-ის ვიდეო გაკვეთილს. კიდევ ერთ საინტერესო ფუნქციას შემოგთავაზებთ. თუ გახსოვთ, წინა კვირის ამოცანა მქონდა, როგორ გადაგვეკეთებინა დიდი და პატარა ასოები საწინააღმდეგო პოზიციაზე, ანუ პატარა დიდი, დიდი პატარა და აქ გამოვიყენეთ ფორმულა, რომელიც იყო, როგორც გახსოვთ, MIDI, რომელიც რამდენჯერმე მოგვიწია, რომ გამოგვეყენებინა ერთი და იგივე ფორმულაში. ეს არის MIDI, სადაც იშლებოდა მასივები. და შესაბამისად იღებდა ყოველ მომდევნო ასოს. საინტერესოა, როგორ შეიძლება შევამსუბუქოთ ეს ფორმულა. როგორც იცით, Excel-ში არსებობს ერთი ახალი საინტერესო ფუნქცია, სახელად let-ი. რაც აკეთებს let-ი, ანუ let-ის დანიშნულება არის, რომ let-ში დაერქვას რაღაცა სახელი. მაგალითად, შეიძლება იყოს ეს new და რომელსაც გამოვეტყვით თუ რა კალკულაცია უნდა გააკეთოს. ანუ მაგალითად, აქ ჩავწერდით სწორედ ამ mid ფუნქციას. მოდით ახლა ვნახოთ, აი ეს ჩვენი mid აქედან და გავაკეთოთ ასეთი რაღაცა. დავწეროთ let-ი და მივცეთ შესაბამისად, მაგალითად, new დავარქვათ სახელად და აი ეს ფორმულა. თუ მაგალითად ასეთ შემთხვევაში Enter-ით ცხადი არ გამოვა, იმიტომ რომ ეს არ მთავრდება ფორმულა. ეს უნდა იყოს ნაწილი იმისა, სადაც მე გაგრძელდება ამ ჩვენი ფორმულის გამოყენება. ესე იგი, ნახეთ, ვაკოპირებთ აი ამ ჩვენს ფორმულას, რომელიც დაიწყო let-იდან. გადავდივართ ამ ნაწილში და ფორმულის და შესაბამისად ვეუბნებით, რომ მაგალითად ეს არის, ესე იგი, let-ი, სადაც შეგვხვდება MIDI IS ნიშნავს new სიტყვას. და ამიტომ შესაბამისად გამოდის, რომ ყველგან სადაც code ფუნქციაში გვქონდა ნახმარი სწორედ ეს MIDI თავის სიკვენსიანა, პირდაპირ new-ზე შეგვიძლია გავაკეთოთ. ესე იგი, code-ში სადაც გვქონდა ნახმარი MIDI თავის სიკვენსიანა, ისევ new-თი გადავაკეთეთ და ისევ code-ში სადაც ნახმარი გვქონდა MIDI და სიკვენსი გადავაკეთეთ new-ზე. ბოლო ვარიანტიც გამოვცვალოთ და თავისთავად უკვე ვხედავთ, რომ ფორმულა გაცილებით დამოკლდა და მხოლოდ ერთხელ ვიხმარეთ რაღაცა ორი ფორმულის კომბინაცია, რომელიც new-თ გადავაკეთეთ. new ცხადია ნებისმიერ სიტყვა შეიძლება ყოფილიყო. Enter-ის შემდეგ ფორმულაში if-ი დაგვავიწყდა, აი აქ მძიმის არგუმენტი გამოგჭა და აი Enter-ის შემდეგ უკვე ფორმულა ამუშავდა. როგორც ხედავთ, მივიღეთ let-ი, სადაც new-ში გამოვიყენეთ უკვე ერთხელ ეს ფორმულა და ეს ფორმულა შემდეგ უკვე ვაქციეთ როგორც არგუმენტი new. და ამ შემთხვევაში ვნახოთ, რომ რა თქმა უნდა ამ ფორმულაში თუ მაგალითად len-ი გვექნებოდა და ამ len-ს შემოვიტანდით არგუმენტში, სადაც არის მაგალითად b1 და Enter-ს მივცემთ, თავისთავად იმუშავებს ფორმულა. და რა თქმა უნდა, გამოდის, რომ ეს უჯრა უკვე გამოყენებული საერთოდ აღარ აგვაქვს. ავტომატურად აღარ გვჭირდება არც ზედა უჯრა, მივადგით პირდაპირ და გვჩება ერთადერთი კონკატი, რაც წინაზეც გამოვიყენეთ. კონკატი იმისთვის, რომ უბრალოდ ერთად დაწერილიყო მთელი ჩვენი ტექსტი. და აი მივიღეთ საბოლოო ჯამში ესეთი გამოთვლაც, რომ ამ ფორმულა გაცილებით უკვე მოკლე გამოდგა let ფუნქციის დახმარებით. მადლობა ყურადღებისათვის, არ დაგავიწყდეთ გამოიწორეთ ჩემი არხი. გელოდებით ტრენინგებზე მომავალ შეხვედრამდე.